ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ ბაზარზე არსებული მდგომარეობით. Როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 1 წლის განმავლობაში კომპანიებმა ფასები სიგნეტის შემთხვევაში ერთხელ გაზარდეს, ხოლო კავკასუსმა ორჯერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავინტერესდით, რითი იყო ძირითადად განპირობებული ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ ინტერნეტ ბაზრის კვლევის დაწყება. ჩვენ ეს კვლევა დავიწყეთ, ამ შემთხვევაში მე გთავაზობთ პირველად მონაცემს, რომელიც პირველადი კვლევის შედეგად გამოვლინდა. Როგორც ცნობილია, ინტერნეტ ოპერატორების ბაზარზე მოქმედებს ათეულობით კომპანია, ძირითადად ამ კომპანიების დიდი ნაწილი ოპერირებს რეგიონებში. რეგიონები დიდად ათვისებული სამწუხაროდ არ არის ინტერნეტის მხრივ, ამიტომ კავკასუს ონლაინი და სილქნეტი ბაზრის დაახლოებით 60%-ს ფლობენ და იმ მცირე ინტერნეტ პროვაიდერებსაც ხშირ შემთხვევაში ისინი აწვდიან ინტერნეტს. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ კვლევის პირველ ეტაპზე ამ ორ ძირითად ბაზრის მოთამაშე კომპანიაზე გაგვემახვილებინა ყურადღება და გამოგვეკვლია თუ რითი იყო განპირობებული მათი მხრიდან ფასების ზრდა. პირველ ეტაპზე ფასები გაზარდა კავკასუს ონლაინმა 2.5 ლარით, რასაც მოყვა დაახლოებით 4-5 თვის შემდეგ სილქნეტის მხრიდან ფასების ზრდა 6-10 ლარით. ორივე შემთხვევაში კომპანიებმა მიზეზად დაასახელეს მომხმარებლის მოთხოვნა ინტერნეტის სიჩქარის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ თუ კი კომპანია რეალურად ზრუნავდა მომხმარებელზე, მას აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა მათი ინტერესები. უნდა მიეცა საშუალება მომხმარებლისთვის, რომ ჰქონდათ არჩევანი ან აერჩიათ გაზრდილი სიჩქარე და შესაბამისად გაზრდილი ფასები, ან დარჩენილიყვნენ არსებულ ტარიფებზე, ესარგებლად დაბალი სიჩქარე და შესაბამისად გადაიხადათ ნაკლები გადასახადი. ამ ყველაფერს მოჰყვა კვლავ კავკასუსის მხრიდან ფასების გაზრდა, რომელიც დაანონსდა და აპრილიდან დაიწყო უკვე ფასების ზრდა, SMS შეტყობინებით მიუვიდათ მომხმარებლებს ეს ინფორმაცია უკვე და კავკასუსმა ამის ძირითად მიზეზად დაასახელა ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია. რაც აბსოლუტურად ბუნდოვანი განცხადებაა, კონკრეტულად არაფერი არ არის ნათქვამი. ჩვენ დავინტერესდით თუ რეალურად რა მდგომარეობა იყო მათი მხრიდან შესყიდული ინტერნეტთან დაკავშირებით, გაეზარდათ თუ არა ხარჯები და როგორც მარეგულირებლისგან გამოთხოვილი ინფორმაციით აღმოჩნდა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით მათი ხარჯები შემცირებულია 5 მილიონი ლარით. აქედან გამომდინარე, სრულიად აბსურდულია ის განცხადება, თითქოს მათ რაიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეექმნათ პრობლემები, ვინაიდან ხარჯები 5 მილიონით არის შემცირებული და მაშინ კონკრეტულად უნდა დაესახელებინათ რა იყო ამის ძირითადი მიზეზი. მით უმეტეს ისინი ხშირ შემთხვევაში ინტერნეტს უცხოეთის ევროპის ქვეყნებიდან ყიდულობენ ევროში და არა დოლარში. როგორც მოგეხსენებათ, დოლარის კურსმა გარკვეულწილად აიწია. აქვე ჩვენ ვნახეთ სილქნეტის დანახარჯებით, როგორც აღმოჩნდა, სილქნეტს 2014 წელს შესყიდული აქვს 211.000 მეგაბაიტით მეტი, აქედან გამომდინარე, მათი ხარჯების გაზრდილია, თუმცა ასევე მარეგულირებლის ინფორმაციიდან ჩანს, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წლის 6 თვის მონაცემებით მათი შემოსავალი გაზრდილია 605.000 ლარით. ეს მხოლოდ რაც გაყიდეს სხვადასხვა კომპანიებზე მიყიდვით და ამას ემატება ქართული პროვაიდერებისთვის მიყიდული ინტერნეტი და ასევე თავიანთი მომხმარებლის ზრდა. ახალგაზრდა ფინანსისტებმა გადავწყვიტეთ გვენახა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ინტერნეტის ფასები, ცხრილს გთავაზობთ, თქვენც გაქვთ და ნახავთ რამხელა სხვაობა არის საქართველოში მოქმედ ოპერატორებსა და უცხოეთის ოპერატორებს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ ავიღეთ საშუალო თანხა, ანუ სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს რამოდენიმე ოპერატორი და მათი დაწესებული ტარიფიდან საშუალო თანხა გამოვიყვანეთ და ის ტარიფები მიუთითეთ. მითითებული არის ყველა შემთხვევაში, იმიტომ არ წერია თანხა, რომ აქ მითითებულია ის რაოდენობა მიწოდებული მეგაბაიტების, რაც ემთხვეოდა ქართველი ოპერატორების მიერ მიწვდილ მეგაბაიტების რაოდენობას. 10 მეგაბაიტი მაგალითად, რომელიც საქართველოში სილქნეტს 26 ლარად აქვს, კავკასუსს 27 ლარად, ნახავთ რომ უკრაინაში 7 ლარი ღირს, ბელარუსში 25 ლარი, რაც შეეხება 30 მეგაბაიტს 37 ლარად აქვს კავკასუს ონლაინს, ხოლო სილქნეტს 40 ლარად 35 მეგაბაიტი. ბულგარეთში აღნიშნული ტარიფი არის 10 ლარი, ჩეხეთში 28 ლარი, სერბეთში 35 ლარი.
100 მეგაბაიტიანი ინტერნეტი, რაც ასე თუ ისე ყველაზე სწრაფად ითვლება და ხშირ შემთხვევაში ალბათ ყველას აქვს სურვილი რომ ამით ისარგებლოს, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს. საქართველოში მისი ფასი არის 100 ლარი, კავკასიის ონლაინ შემთხვევაში და სილქნეტის შემთხვევაშიც. მაგალითად უკრაინაში არის 14 ლარი, ლატვიაში 33 ლარი, ბულგარეთში 22 ლარი, ყველაზე მეტია ყაზახეთში 60 ლარი და სერბეთში 90 ლარი. ასევე ესტონეთში 53 ლარი. ხედავთ, საკმაოდ დიდი სხვაობა არის ჩვენსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის, ამიტომ აუცილებელია რომ მარეგულირებელმა მიაქციოს აღნიშნულ საკითხს ყურადღება. ახალგაზრდა ფინანსისტები ასევე დაინტერესდით იურიდიული პირებისთვის დაწესებული ტარიფით. სამწუხაროდ ინფორმაციის მოძიებისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მათ ეს ტარიფი საიტზე გამოქვეყნებული არ აქვთ. ამიტომ მოგვიხდა ოპერატორთან დაკავშირება და შემდეგ ფასების დადგენა. ფასები, როგორც ნახეთ, მერყეობს 55 ლარიდან და 100 მეგაბიტის შემთხვევაში, ან ყველაზე სწრაფი ინტერნეტის შემთხვევაში 10000 ლარსაც კი აღწევს. ცალკე ცხრილის სახით შემოგთავაზეთ ჩვენ კავკასუსის და სილქნეტის ინტერნეტის ფასები, რომელიც დაწესებულია იურიდიული პირებისთვის. ყველაზე დაბალი თანხები ამ შემთხვევაში მათ აქვთ, ასე ვთქვათ, პაკეტებზე, სადაც იგულისხმება ლოკალური და გლობალური ინტერნეტის მიწოდება, ანუ ადგილობრივი საიტები არის ლოკალური ინტერნეტი, ადგილობრივი პროვაიდერი და გლობალური არის სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საიტები. ეს ფასები იწყება 55 ლარიდან 75 და 145 ლარი ღირს, ხოლო როცა გლობალი და ლოკალის ერთნაირი სიჩქარე აქვს ამ შემთხვევაში ფასები სრულიად აბსურდულია, იგი შეადგენს 1500 ლარს, 2000 ლარს და 100 მეგაბიტის შემთხვევაში კავკასიის ონლაინში 8000 ლარს, ხოლო სილქნეტში 10000 ლარს. აუცილებელია რომ ამ ყველაფერს კომუნიკაციების მარეგულირებელმა მიაქციოს ყურადღება. აფფა მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას რომ პირველ რიგში მოახდინოს და დაავალდებულოს კომპანიები, რომ თავიანთი ტარიფები, რომლებიც დაწესებული აქვთ იურიდიული პირებისთვის, გამოაქვეყნოს საიტზე, რათა ყველასთვის ცნობილი იყოს რა ღირს რეალურად ამა თუ იმ იურიდიული პირისთვის შესყიდული ინტერნეტის პაკეტები, ასევე მომხმარებელს მისცეს არჩევანის საშუალება თუ გარკვეული პრობლემების გამო, ან მით უმეტეს თუ ისე მოხდა, რომ კომპანია მიზეზად დაასახელეს ფასების ზრდის მომხმარებელზე ზრუნვას, მომხმარებელს არჩევანი ჰქონდეს, მან აირჩიოს მაღალი სიჩქარე და შესაბამისად გაზრდილი ფასი თუ დარჩეს იგივე ტარიფზე. ასევე მოუწოდებთ მარეგულირებელ კომისიას, რომ დაიწყოს ინტერნეტ პროვაიდერების ბაზრის შესწავლა, ნახოს კომპანიების რეალური ხარჯი, შემოსავალი, მარჟა, მოგება, რასაც ისინი ნახულობენ და თუ დადასტურდება, რომ კომპანიების მხრიდან ხდება ფასების ხელოვნური ზრდა, კომპანიები გადიან ზემოგებაზე, აუცილებლად გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების კანონის შესაბამისად მინიჭებული უფლება და კომპანიებს დაუწესოს ზედაზღვარი, რის ზემოთაც მათ არ ექნებათ ფასის გაზრდის უფლება. ახალგაზრდა ფინანსისტები ვაგრძელებთ აღნიშნული ბაზრის კვლევას და პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე დამატებით ინფორმაციებს. თუ გაქვთ რაიმე კითხვა, დიდი სიამოვნებით. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო. იცით, აი რაც ვახსენე, ორი კომპანია მოქმედებს ძირითადად და კონკურენცია ორ კომპანიაში, ბევრ ქვეყანაში ორი კომპანია მოქმედებს, მაგრამ რეალურად მარეგულირებელი არ ერევა ამ კომპანიების საქმიანობაში. მე არც მახსენდება ბოლოს როდის ჩაერიან რა ისეთი რა დაავალდებულა და ისინი ფაქტურად როგორც თვითონ სურთ იმის მიხედვით იქცევიან. მაგალითად კავკასიის ონლაინმა, სილქნეტმა, როდესაც გაზარდა ფასები, ხშირად დაიწყო მაშინ საუბარი, რომ ბევრი მომხმარებელს დაკარგავდა და ის ნაწილი გადავიდოდა კავკასიუსზე. თუმცა მოხდა ისე, რომ ორ თვეში კავკასიუსმაც გაზარდა ფასები რეალურად და მომხმარებელს არჩევანის საშუალება აღარ აქვს, ვერ გადავა. ის მცირე ოპერატორები იმდენად დაბალ სიჩქარეს თავაზობენ, ან მაღალი სიჩქარის შემთხვევაში მაღალი ფასი აქვს, ვინაიდან უმეტესი რაოდენობა ისევ სილქნეტისგან ყიდულობს, ან კავკასიუსისგან და როგორ გაყიდის, უფრო ნაკლებ ფასად, ხო აბსურდია ის და ფაქტურად თვითონ წყვეტენ ბაზარზე. ეხლა ესე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთი კონკურენტულ ბაზარზე და სიტუაციაში უნდა ხდებოდეს, რომ ფასი კლებულობდეს, რომ გადმოიყვანოს მომხმარებლები და ესენი პერიოდულად ზრდიან პირიქით ფასებს. მით უმეტეს, როდესაც 5 მილიონით შეუმცირდათ ხარჯი, ხო? ხო შეიძლება რომ თუ არ შეამცირებდნენ, არც გაეზარდათ. არა, სილქნეტის შემთხვევაში არის, როდესაც აქვს მეტი ნაყიდი და შესაბამისად მეტი გადახდილი.
თუმცა აქ რეალურად დიდი სხვაობა ნამდვილად არ ყოფილა, შესყიდულ ინტერნეტებში ფასის ნაკლებობა არ ყოფილა, თუმცა მათი შემოსავლები იყო ამ შემთხვევაში გაზრდილი, ჩვენ აქ არ მაქვს მე მითითებული აზერბაიჯანი და სომხეთი. ვინაიდან ჩვენ ვართ მათი მიმწოდებლები ძირითადად ინტერნეტის და სილქნეტს გაეზარდა ამ შემთხვევაში გაყიდული მეგაბაიტები. ამ ქვეყნებზე უფრო მეტი მეგაბაიტი გაყიდა და ამქიდან გამომდინარე შესყიდვაც გაეზარდა, თანხაც გაეზარდა, თუმცა მოგება შემოსავალი 13 წელთან შედარებით მხოლოდ 6 თვის შემოსავალი არის 605,000 ლარით მეტი. და სხვათა შორის მე გარკვეულ ადამიანებს შევხვდი, რომლებმაც მითხრეს, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის თუ 2 წლის წინ სილქნეტი თუ რომელიღაც კომპანია აძლევდა სომხეთს ინტერნეტს და სომხეთში უფრო იაფიღირდა ვიდრე ჩვენთან ინტერნეტი. აი, სრულიად აბსურდია, ჩვენ ვყიდით მათ და ისინი უფრო იაფად როგორ ყიდიან.